მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ჩვენი პოდკასტით. მე და მარიანა და დღეს გვინდა საკმაოდ რთულ თემაზე ვისაუბროთ, რომელიც ძალიან ტაბუ დადებული არის და ამ თემაზე არ ლაპარაკობ. ეს თემა არის სუიციდი, სუიციდური ფიქრები, სუიციდთან დაკავშირებული უმეტესობა ის ასპექტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხედველობიდან გამოგვჩება ხოლმე და სამწუხაროდ მე დგება ის შედეგი, რადგან მე უკვე რაღაცა თავში ხელს ვიხლით ხოლმე რაღაც ტყივილია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია და არა მხოლოდ ის, ვინც გადის ამ ცხოვრებიდან, არამედ მათი ნათესავები, ახლობელი ადამიანები და ასე შემდეგ ძალიან სულ მდგომარეობაში რჩებიან. ანუ პირველი რომ გავხსნათ, ეს თემა ჯერ რატო არის ტაბუირებული, რატო აძლევს ტაბუ ამ თემას, რატო არ შეგვიძლია ამაზე საუბარი. არის რაღაც საკითხები, რომელიც ასევე ტაბუირებულია და ერთ-ერთი მათგანი არის სუიციდი, მასზე, ამ თემაზე ლაპარაკი, თითქოს რაღაცა შიშის ზარს ცემს ადამიანებს და გაუგებიან ყოველთვის ამ ყველაფერს და ხო და რატოა ტაბუ დადებული? ტაბუ დადებული არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ წაახალისოს ვითომ? ხო, იცი რა არის, ტაბუ დადებული არის, იმიტომ რომ ხო, კი, ერთ-ერთი მთავარი მომენტი ეგ არის, რომ მე თუ ამაზე ვილაპარაკებ, თუ ხალხი ამაზე ილაპარაკებს, მაგალითად ვატყობ, რომ ადამიანს რაღაც პრობლემა აქვს, უჭირს, ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად ცხოვრებაში და აშკარაა, რომ რაღაც დახმარებას საჭიროებს და ძალიან რთული არის. ერთის მხრივ გასაგებია ეს ყველაფერი, რომ არ გვინდა და თითქოს პროვოცირება მოახდინოთ, უფრო მეტად ხელი შეუწყოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაც სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. და მინდა გამოყო ის, რომ ყველაზე მთავარი რაც არის რა ამ შემთხვევაში რა, სანამ განვავრცობთ, რატო არ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე და რატო არის ტაბუ დადებული, ის რომ რა ეხლა რა დროს მაგაზე ფიქრია და მოიცა რა და მსგავსი ტიპის ფრაზები არის, ჩვენ არ ვიცით რა ხდება ადამიანში, ვერ აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებთ ამ ყველაფერს, ამ დროს შეიძლება ძალიან დიდი რაღაცა ეგ უკვე სოციუმი და საზოგადოების ამბავი უფროა რა. ხო და უბრალოდ ამ ფრაზაზე მინდოდა მეთქვა და რაც შეეხება ამ ტაბუს, არ ვიცი, ალბათ რა რატო არ შეიძლება ამ პირიქით, როცა თემა არის ძალიან სენსიტიური, ხო? როცა შესწავლილი ყავს, შესწავლილი გაქვს რაიმე საკითხი უფრო მარტივია, მე იმასთან გამკლავება. ხო, თუნდაც. და რაც უფრო ჩავჭედავთ, უფრო არ გვეცოდინება და ამიტომ ჯობია რომ ხალხმა ილაპარაკოს რა ამ თემაზე, ვისაც გამოუვლია, ვისაც ეგ ტყივილი უნახავს, ვისაც ეგ ფიქრი ქონია, შეიძლება იყოს უკვე გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრი, ან ადამიანი, ვინც მაქამდე იყო მისული, მაგრამ რაღაცა მოხდა და მის ცხოვრებაში და გადარჩა რა. ეგეთ მნიშვნელოვანია და თვითონ სუიციდური ფიქრები რა არის რა, აქედან რომ დავიწყო. მე ყოველთვის მირჩევნია, რომ როცა რაღაცა ის მსგავსი ტიპის ძალიან ესეთ რთულ და სენსიტიურ თემაზე ვლაპარაკობ, ჩემი გამოცდილებას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ ჩემს შეხებას ამასთან დაკავშირებით, საიდან შეიძლება წარმოიშვას, ხო? ამ შემთხვევაში მე ამ ფიქრებამდე მივედი, კონკრეტულად რაღაც ნაბიჯი არ გადამიდგავს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მაგალითად ძალიან დიდი დანაშაულის განცდა, რომელსაც მოყვება სირცხვილი და რომელსაც მოყვება იზოლაცია, საკუთარ თავში ჩაკეტვა. ხო, გქონია რომ რაღაცა, როცა ეს ფიქრი გაქვს, ჯერ იმას გავაგზავნებ, რომ რა არის იდეაში, რომ მართლა სიკვდილი გინდა შენ თუ გინდა რომ ის ტყივილი რაც გაწუხებს დანაშაულის შეგრძნებას, ინდისის ქენჯნა თუ ასე შემდეგ და ასე ის დასრულდეს. იდეაში იმ რაც გაწუხებს და რის გამოც გინდა რომ თავი მოიკლა, ისინი რო არ არსებობდეს, ალბათ თავს მაქამდე არ მივა რა ადამიანის გონება, რომ მოდი ახლა მე თავი მოვიკლოთ. იდეაში სიკვდილის სურვილი კი არ არის, რომ ვსე მომოკვდა. შეიძლება ეგეთიც არის, ყველას ასე ხელს ვერ მოусვენ, შეიძლება ვიღაცა თავის ადგილს ვერ პოულობს, ან შინა არ იცის, ყველაფერი აქვს, მაგრამ არ იცის რა უნდა და ასე შემდეგ.
არც ბავშვობის ტრამვა ქონდეს, არც საზოგადოების ბულინგი, გამოვლილი ან რაიმე სიცხვილის ან დანაშაული შეგრძნება და ხო, მაგრამ უმეტესი ნაწილი არის, რომ უნდათ რომ ის რაღაცა კონკრეტულ მომენტში ის ტკივილი დასრულდეს, ის გაურკვევლობა და ასე შემდეგ ეგ ყველაფერი დასრულდეს და არა სიცოცხლე დასრულდეს რა, სიცოცხლე როგორც თავისი არსებობა, იმიტომ რომ მანდაც აი ხო ყველას გაგვიკეთებია ის, რომ წარმოვიდგენთ ჩვენს სიკვდილს. რა ვინ ტირის, ვინ გლობს, ვის უხარი, ანუ როგორ გასვენებენ. კი, სურათებად კი არა, ვიდეოთ მაქვს ნანახი საკუთარი სიკვდილის წარმოდგენაში, მაგრამ მანდ არის ყველაზე მთავარი რაღაც. რომ ამ ყველაფერს მე ვუყურებ, ანუ ზემოდან ვუყურებ, ეს გვერდიდან კი არა, ეს ზემოდან აი ეს წარმოდგენაში ვდგავარ და ვუყურებ ამათ ესენი რა შვებიან. ანუ მე ისევ ცოცხალი ვარ. ანუ მე კი მკვდარი ვარ, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ და ვუყურებ. ანუ იმას მე ვერ ვუშვებ, რომ მე აღარ ვარ. ანუ როცა საკუთარ სიკვდილზე ვფიქრობ, მაინც ცოცხალი ხარ. შესაბამისად, რაღაცნაირად ის რომ აი მე აუცილებლად სიკვდილი მინდა და დასრულება მინდა, რომ სამყაროში არ ვარსებობდე, ეგ ნაკლებია. უფრო არის დანაშაული შეგრძნება, რომ მე რაღაცა ცუდი გავაკეთე, რაღაცა გამოუსწორებელი მგონია, რომ გავაკეთე, იმიტომ რომ არსებობს სამყაროში რაღაცა, რაც შეიძლება იყოს გამოუსწორებელი შეცდომა, მაგრამ ანუ ყველაფრისგან შეიძლება გამოსავალი იყოს ადამიანო. და აი ეგ რაღაცები მე გონია რომ всё, აი ხა მე თავს მოვიკლავ და ვალი რომ მაქვს ამდენი თუნდაც ძალიან მე ვიცნობ არა ნუ ვიცი ადამიანი უბრალოდ რომელმაც თავი მხოლოდ იმიტომ მოიკლა რომ ცადა რომ ბევრი ვალი ქონდა და ვერ იხდიდა და მე ანუ საოცარი კანონები გვაქვს და იმიტომ რომ თვითმკვლელობა ჩვენთან არ შეიძლება და ჯარიმა დაემატა ზემოდან და ანუ აი ეგ არის აი რავი როგორ დაცინვა იმ ადამიანის წარმოიდგინა რომელსაც ისე უჭერს რომ თავს იკლავს რაღაცა valis გამო რომელიც არც დიდია, მაგრამ თავისთვის კატასტროფულად დიდია და შენ ზემოდან ჯარიმას უწესებ რა, რომ აი არ შეიძლება. რატო არ შეიძლება? ესეც რომ ანუ ის ხომ მისი სხეული და მისი თავია, მოდი ეგეც ვთქვათ რა, ნახე, ტაბუ მანდაც ადევს. ანუ მე რატო არ შემიძლია მოვიკლო თავი? ანუ ეს არ არის რომ მოდი თავი მოვიკლოთ, მაგრამ უბრალოდ ანუ ჩვენი სხეული თუ ჩვენ გვეკუთვნის და სული ღმერთს, რელიგიურადაც რომ მივთქვით, ანუ და კი ცოდვა, მაგრამ ანუ ჩემია თავისუფალია და თუ მინდა მოვიკლავ, მაგრამ არ უნდა მოვიკლოთ, არავინ თავი არ უნდა მოვიკლოთ, არაფერი არ ღირს სამყაროში იმ ფასად, რომ ჩვენი ნებით გავიდეთ ამ ქვეყნიდან. საკმაოდ საინტერესო რაღაცა თქვი. საინტერესო რაღაცა თქვი, აი ამასთან დაკავშირებით, რომ ესე რაღაც სურათებად, რაღაც ვიდეოებად წარმოუდგენია მე ადამიანს, რომელიც ამას ფიქრობს და ამის რაღაც განზრახვა აქვს, რომ აი ეს ხალხი, ის ახლობლები, ის ადამიანები მე მას ესე უყურებენ, ეს რაღაცა ის მიმდინარეობს პროცესი. ანუ ეს ანუ იმას ნიშნავს, რომ ანუ ინტერესი, რომ ეს ხალხი რას ანუ ეს ხალხი როგორ მოიქცევა იტირებენ, განადგურდებიან რაღაც, ანუ აქ რასთან აქვს საქმე, ადამიანს უნდა რომ შემჩნეული იყოს, ადამიანი რაღაც დაინახონ. სახილი აქვს, ხო, რაღაც უნდა რომ გამოთქვას, რომელსაც აი ხა აი ამ მდგომარეობაში ვერ აკეთებს და ფიქრობს, რომ აი მე აი ნახე, აი ამას რომ გავაკეთებ, აი მე როგორ იტირებენ, მე როგორ ან თითქოს შემოწმება უნდა ამ ყველაფრის, რომ ის ხალხი ამ რაღაცას რის გამოც, ხო, აი როგორც მარიანას აბსოლუტურად დავითანხმები, რომ აი არ არსებობს, ხო? მაგას კიდე განმოვწევთ მე, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი, არანაირი ფაქტი, რაც შეიძლება რომ იქამდე მივიდეს, რომ სიტყვაზე თქვა, რომ ანუ სიცოცხლეზე უარი თქვა. არანაირი დანაშაულის განცდა თუ რა ვიცი, მორალური თუ რა, ნებისმიერი, ანუ ეს ყველაფერი რატო არის მაგასაც განმარტავ, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ყველაფერი. აი მე როცა მსგავსი ტიპის საუბრები მქონია და შეხება მქონია ადამიანებთან, ვისაც რაღაც აი ახლოს იყვნენ ამ ყველაფერთან. მithქვი არა ყოველთვის რომ აი მithქვი აი მანახეთ ადამიანი, რომელსაც რაღაცაზე რაღაც არ გაიფუჭებინა, რაღაც არ დაეშავებინა თუ რა ვიცი უცოდველი ვინ არის ხო ამ ქვეყანაზე, ანუ ეს არის რაღაც აზრი, მკვდარი აზრი არის, თვითონ აზრი არის მკვდარის, რომ ადამიანებს არის რაღაცა უპატიებელი, რაღაცა ნუ აი საშინელება, რომელსაც ანუ ერთადერთი გზაა, რომ მე თუ ანუ ამას უარს ვიტყვი ჩემ სიცოცხლეზე, ამით ამ ყველაფერს გამოვასწორებ თუ ამ აღარ დავინახავ თუ რაღაცა. გონეთ რომ მაგით პრობლემები მორჩება, მაგრამ მაგის გარეშეც რო შეიძლება რომ პრობლემები მორჩეს. მაგას ხო, მაგამდე მისვლა, მაგრამ იცი რა არის, რომ აი
ესე რომ ვინმეს ვისაც ეგ აზრი აწუხებს რომ აი ყველაფერი კარგად იქნება არა უშავს დაიკიდე ან უეჭველი არ უნდა უთხრა იმიტომ რომ ეგრე არ არის რა მაგას ვამბობდი წერა შეიძლება ვერ მივხვდეთ ადამიანები ისე იყვნენ დეპრესიაში ეგ ხო სუიციდი ხო დეპრესიის განმოდის მაგრამ დეპრესია არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და შეიძლება ისე მიდიოდეს ადამიანში პლუს ეს დეპრესია რომ ვერავინ ვერ შეამჩნიოს ანუ ის დადიოდეს სამსახურში ხვდებოდეს მეგობრებს შეიძლება ბარში დადიოდეს დასარევად ანუ ფუნქციური კი ხო ფუნქციური დეპრესია კი და ანუ ყველაფერს აკეთებს და ვერავინ ვერ მიხვდეს რა ხდება მის გონებაში რა ხდება მის თავში რა აწუხებს როგორ არის და ანუ ეს დეპრესია დიდხანს გაგრძელდეს და მე ანუ აი რავი ყველას ჯვარი გწერია და იმ ადამიანმა რომ ერთ თავი მოიკლეს მე რომ ანუ აი არ ვიცოდი ხო რა ვიცინო და რაღაცა მხიარულებს ხო ეგ არ არის ადამიანი თუ რაღაცას გამოხატავს იცინის ტირის ანუ რავი შენთან ერთად ყოფნა შეუძლია ყოველ შემთხვევაში მას არ ნიშნავს რომ ეს ადამიანი აუცილებლად კარგად არის შეიძლება ცუდად იყოს და აი მანდ ის არის დაკვირვებაა რა ძალიან საჭირო როგორ იქცევიან როგორ ფიქრობენ რას აკეთებენ იმიტომ რომ სიცილი პირიქით რაც უფრო ყოველ შემთხვევაში მე ძალიან დიდი დეპრესია რო გადამიტანია მაგ პერიოდში იმდეს ვიცინოდი რომ არ მეგულება ადამიანი რომ მაგდენი ცხოვრებაში კონდეს ნაცინები ანუ ისტერიული სიცილი ყველაფერზე ვიცინოდი რაც არსებობდა ან ყველაფერზე ისტერიული სიცილი მქონდა მაგრამ ანუ აი ორ წელზე მეტხანს ვიყავი დეპრესიაში თავდაცვის მექანიზმი არის ანუ გონება როცა ანუ ვეღარ მკლავდება რაღაცას ხო შეიძლება მაგ სიცილში გადავიდეს რაღაც სხვადასხვა აქტივობებში შოგი არ ვიცი იქიდან დამოკიდებულებისკენ მიდის ანუ მაქსიმუმ ფსიქიკა ცდილობს რომ თავი დაიცვას აი ამ ტკივილისგან და აი ზუსტად ეგ არის აი ძალიან კაი მომენტამდე მივედით როცა უკვე ფსიქიკასაც თავდაცვის მექანიზმი აღარ ამოწურავს ანუ მე ხდება ეგ ამბავი ხო ხდება ეგ რაც უკვე მართლა ანუ აღარაფერი არ ეშველება მაგ ყველაფერს აი ეგ ამ თავური მესიჯი რომ ანუ სუიციდი გავს რა იცი ანუ რაღაც თითქოს ყრუ კედელის წინაშე ვართ ანუ რაღაც კედელი არის რომელსაც ანუ აქიდან მოვუარე აქი წავედი ვიარე რაღაც კილომეტრები გავიარე მაინც ანუ ვერ ვწდები ამ კედელს ანუ ადამიანი გონებაში აშენებს კედელს და რომლის ანუ ბუნებრიობასაც ანუ იჯერებს რომ აი შენ რასაც ამბობ რომ ანუ ზირთად ერთ-ერთი თემა ეგეცაა რომ აი ვალები ფინანსური ეკონომიკური კრიზისი იქ რაღაც ოჯახში გაუგებრობა აი მოზარდებში ხშირ შემთხვევაში ისა რომ აი ვერ გაუგეს თავის რაღაც სამყარო აქვს რაღაც ცდილობს რომ გამოხატოს იკეტება, რა ვიცი, რაღაცა. საზოგადოების წნეხი. ხო, რო აი შენ ესე უნდა მოიქცე, რაღაცა ეს თუ გააკეთე. შემარცხვინე. ხო, შემარცხვინე, ძალიან კარგი არის, შემარცხვინე არის რაღაცა, რა ვიცი, ძალიან ცუდი მესიჯია რა, რა თან მით უმეტეს თუ რა ესე უთითებ და ანუ იქ ხალხში და რაღაცა, ანუ დანაშაულის გზნობაში აგდებ რა ადამიანს, ანუ ძალიან ბევრი ასპექტი არის რა ამ შემთხვევაში რა. და მე მინდა რომ აი გავყვე ამას აი ერთ-ერთ თემას წერა როგორც გეუბნებოდი რომ ჩემ შემთხვევაში მე უბრალოდ რაღაც ეგრე ახლოს არ მივსულვარ და რაღაც ის არ მქონია მაგრამ იყო მომენტი როცა თამაში დამოკიდებული ვიყავი და აი ამდენი ხა აი ამ დენი ხნის რაღაც თამაშის პერიოდში ხო იქ ბევრ რაღაცას ისეც აკეთებ რომელიც აი მართლა რაღაც ძალიან სამარცხვინო არის ძალიან დანაშაულის გზნობას გიჩენს და ფიქრობ რომ აი როდის დამთავრდება ეს ყველაფერი აი რა გავაკეთო რა აი როგორ მოვიქცე ვერაფერს ვერ ვშველი ჩემ თავს ხალხსაც რა ვიცი პრობლემებს უქმნი და ანუ აქ რა ხდება მეგობრებო აი ხა მთავარი მომენტი რომ ადამიანი როცა აი მსგავსად ფიქრობს ხო ანუ საკუთარ თავს თვითონვე იმაშობა იზოლაციაში თვითონვე აქცევს ანუ მე თუ ფიქრობ რომ მე სიტყვის თქმა აღარ შემილია რადგან აი ესეთი სოდვილი და საშინელი ვარ და ჩემი მდგომარეობის არს ვეღარ გარდა იმისა რომ მე ვარ ცუდი ადამიანი, რა ვიცი, მიწა უნდა გამისკდეს და რაღაცა ლოგიკური დასრული იქამდე მიდის რომ მე ეგ ცუდი ადამიანებად საიდან გამომდინარეა სხვასთან შედარებით. მიხვდი ანუ მთელ შენ ცხოვრებას სხვასთან ადარებ რომ აი მე რო ჭიქა ანუ მე რო რაღაცა დავაშავე, სხვები ამას არ აკეთებენ და ანუ მე ვარ მაგითო ცუდი და შეიძლება პირიქით სხვა ყველა ცუდია და შენ აკეთებ სწორად, იმიტომ რომ რაც გინდა იმას აკეთებ ბოლო-ბოლო რა და ანუ მანდაც ანუ მთელი ჩვენი ცხოვრება ანუ ადამიანების ცხოვრება არის
სხვასთან შედარებითი, რომ ის კარგად სწავლობს, შენც კარგად ისწავლე, ის არა მაგარია. ხო, ან შეიძლება ძმა არ ამბობდა მეზობელი იყოს, ის რა კარგად იქცევა, შენ რა ცუდად იქცევი, იმან ეს გააკეთა, ამან აქ ჩააბარა, ეს არ თამაშობს, ეს აქ მუშაობს, ან მთელი ცხოვრება შენც შინაგანად, მაგრამ ეს ისე გაქვს ჩაჭედი, რომ სხვას ადარებს შენ თავს, რომ ანუ ის თუ ესეა, მეც ესეთი მინდა, მეც ესეთი ცხოვრება მინდა, მეც ეს მინდა და მე თუ რაღაცა ამ სოციუმში მიღებული რაღაც წესიდან ამოვარდნილი რამე გავაკეთე, ანუ უკვე მგონია რომ არასწორი რაღაცა ჩავიდინე და უკვე სირცხვილის გრძნობა მაწუხებს და უკვე ცუდი ადამიანი მგონია თავი და უკვე თავში ვიკეტები და მთელი პროცესები მიდის მე ჩემში, რაც საერთოდ არ მგონია რომ არასწორი იყოს იგივე ხო მოუკლავთ ორსულ ბავშვ გოგონებს თავი. ხო, მქონდა ზუსტად უნებაში. ხო, აი ხო მოუკლავთ, იმიტომ რომ რატო რომ აი ქორწინების გარეშე იყო ორსულად. და მერე, ანუ მაგის გამო, ანუ ადამიანმა თავი უნდა მოიკლას, ანუ იმიტომ რომ იქ ოჯახმა ვერ გაუგო, იმიტომ რომ ოჯახმა იმიტომ ვერ გაუგო, რომ თვითონ ეგრე არ უცხოვრ, ანუ შეიძლება ეგრეც იცხოვრა მამა, მაგრამ ანუ დედის და ბებიები და ბაბუების გადმოსახედი, რომ მერე ნათესავი რა სიტყვის არა და იმ ნათესავს სულ ფეხებზე კიდიხარ რა, აი სულ ფეხებზე კიდიხარ და საზოგადოებას, ანუ ჩვენ იმის გააზრება გვჭირდება, რომ აი საზოგადოება 5 წამზე მეტს ჩვენზე არ ფიქრობს. ანუ 5 წამზე მეტს არავინ არ გვითმობს ცხოვრებაში, აი და შენ რომ მთელი ცხოვრება ატარებ იმ ადამიანებზე ფიქრით, რომ ისინი რას იტყვიან ჩემზე და როგორ მოვიქცე და რა არის სწორი, რომელსაც 5 წამის იქეთ შენი ატანა მოსმენა და გაფიქრება აღარ შეუძლია, ანუ უკვე შენ ცხოვრებას ინგრევ რა, მოდი რა მიხედე შენ ცხოვრებას და ისინი თუ ცუდს გააკეთებ და მათთვის არ იქნება მოსაწონი, ასევე 5 წამს გაგჭორავენ რა და მე დაგიკიდებენ, იმიტომ რომ სხვა გამოიჩნდება, ვისაც ასევე 5 წამით გაჭორავენ და ანუ 5 წამის გამო, ანუ რატო უნდა დავიკლო 50 წლის სიცოცხლე მინიმუმ რა, აი რატო? ხო, ანუ 5 წამზე გამოსა კიდე ეს იმაში ვარ ხოლმე, სოციალურ სფეროში არის ეგეთის, რომ ანუ 9 საათი შენი დაგზავნის მერე და ხალხი რა ქელახში ჩამს და ანუ აი ზუსტად ეგ ძალიან კაი მესიჯია რა, ანუ ის რომ ანუ ჩვენზე ანუ გარდა იმისა, რომ არავინ არ ფიქრობს, არც ნეგატიურ კონტექსტში და არც პოზიტიურ კონტექსტში. ეს მართლა ასე არის. ადამიანს აი რაღაც ძალიან მოკლე მახსოვრობა აქვს. იქ შეიძლება იმ აფექტურ დონეზე ისეც, ანუ ეს მორალური აი ამას აუცილებლად უნდა ჩავიდეთ ამაში, რომ ეს მორალური რაღაცა გამოძახილები, ტრადიციები, აი რაც მარიანამ თქვა, ხო? ადამიანი დარჩა ორსულად, ანუ რა მოხდა, ხო? აი ბუნებრივი რაღაცაა, ხო? აი რა ვიცი, აქ რა არის განსაკუთრებული და განსაცვიფრებელი, რომ ხდება მსგავსი რაღაცეები რა ვიცი რაღაც ისე მე გავჩვით ყველა ტოლვა იყო თუ რაც იყო და რაღაცა და მე ანუ ეს შეიძლება არც იმათკენ არ მინდა გავიშვიო ხელი იმიტომ რომ ვისაც გავს შემთხვევაში ხა რაღაცა დანაშაულება კიდე ცალკე საჟელია მათთვის უბრალოდ იმის თქმა რომ აი რატო აი მკვდარ რაღაცა მკვდარ ტრადიციას და მკვდარ რაღაც მორალურ იმას რომ ახან ესე მოხდა, მორჩა დამთავრდა, შენ ჩვენი შვილი არ ახარ, შენ რაღაცა შეგვარცხვინე, შენ რა ვიცი, თავს ლაფი დაგვასხი და ანუ გამოჩენაც აღარა შენ საჭირო და ანუ რა მოხდა ხალხო ანუ რამე რა ვიცი, ხალხი ამოხოცა ადამიანებიდან ეგრე გაუმბრალდით რა ვიცი. ხო, რატო აი ბუნებრივ რაღაცას ხო ანუ ჯერ შეცდომათ რომ ნათლავთ ანუ რაღაც ამბავში ანუ წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, იმ რა ვიცი, მოზარდი იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? გამხელა სტრესის ქვეშა, ანუ იმან გაამხილა, ხო? მან აღარ იმას აქა დამალა, გამოიტანა და მოგაკითხა საშველად, რომ მიშველე და შენ აჭერ მაზოლზე, რომ ეს შენ აუნები, რომ შენ აი და გამიგია კიდევაც, რა ეს მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, იმიტომ რომ ის ხალხი არ ამგონია, რომ რაღაც თავს ისევ დაამნაშავებს, ჯობდა რომ მომკვდარიყო რა. ხო, კი. ხო და ანუ ეგეთი ადამიანი შენზე მაგას ამბობს, რა ჯობდა რომ მკვდარიყო და ეგრე ფიქრობ. ის არც დედა, არც მამა და ეგეთი ადამიანის აზრი რატო გაინტერესებს და შესაბამისად ეგეთი ადამიანის შიშის ან მორიდების ან რაღაცა მსგავსის გამო საკუთარ სიცოცხლე არავინ არ უნდა დაასრულოს რა საკუთარ სიცოცხლე ჩვენ ყველას მარტო ჩვენი სიცოცხლე გვეკუთვნის და მარტო ჩვენ სიცოცხლეზე ვართ პასუხისმგებელი არავის სხვაზე რა და კაცებსაც შევეხოთ რომ კაცები არტირიან თვითმკვლელობა პროცენტულად ხო კაცებში უფრო მაღალია თვითმკვლელობა ეს ინდექსი ვიდრე ქალებში კი კაცებში უფრო მაღალია იმიტომ რომ ეგ ერთ-ერთი გავრცელებული ინტროექტი არის ანუ თავში ჩაბეჭდილი შაბლონი კაცები არტირიან კაცებს ბევრი თმენის ვალდებულება აქვს ატანის ვალდებულება აქვს რომ აი უბრალოდ რა ვიცი რაღაცა მომენტი აქვს რომ გინდა რომ დაიცალო რაღაც გამოხატო ეს ემოციები მაგრამ შენ აი კაცი ხარ და არ შეიძლება ანუ
სტილამდე რომ მიხვიდე, ჯერ მინიმუმ რაღაც უნდა თქვა, რაღაც ეს გამოთქმის, ბევრი ვიცი რომ აი ძალიან ჩუმად არ ლაპარაკობს, ხო? ანუ მე ამის რაღაც აპოლოგეტი და ის ვერ ვიქნები, რომ მე თვითონაც ეგეთი ტიპი ვიყავი სადღაც პერიოდამდე, რომ აი რაღაცის თქმა აი ეს არის, ანუ დანაშაულია, კატასტროფა, ეს რო ვთქვა, ძალიან სუსტი გამოჩნდები, ანუ ხალხი რა სიტყვის, როგორ შემაფასებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი მეგობრებო, აბსოლუტურად სხვა არის. ვიტანჯები, ცუდად ვარ და ვიღაცამ უბრალოდ სულ ქუჩაში გამროც დაველაპარაკო, იმხელა ფუფუნებაა და შეიძლება იმხელა რაღაცას ამოცილოს, რომ არ ვიცი, მაგრამ აი ოჯახს უნდა მიუბრუნდე და ჩვენ ცოტა თითქოს ესე ლამაზად ვაპარაკობთ, რომ არავინ არ უნდა გააკეთოს ეს ან რაღაც ეს, მაგრამ უნდა აუხსნა, იმიტომ რომ ის ადამიანები, ის მოზარდი იქნება მე რა ვიცი, დასრული, რომელიც აი რაღაც ოჯახური ამ იმებიდან, ინტროექტებიდან, ამ რაღაც შაბლონებიდან გამოდის. ხო, ანუ ეს მისთვის ამხელა რაღაცა იცი, ანუ ის მის სამყარო არის ის. ანუ მის სამყარო არის მოცემულობა, სადაც ცხოვრობს და ეხლა მე შეიძლება ჩვენ აქედან შეიძლება უთხრათ, რომ აი ეს რა დროს ეგა და რაღაც წეგანასაც ვამბობდი, რომ ეგ არ უნდა უთხრა მაინც რაც. ანუ თავი მესიჯი, თავი სიტყვა ჩემს რომ მე გისმენ. აი მე ხო, მე გისმენ. მე შენთან, შენ შეიძლება კატასტროფა მომიყვე, მაგრამ მე გიპასუხებ, რომ როგორც ადამიანს ვერაფრით ვერ გამაკვირვებ რა, ყველა ცუდით საშინელებები მიფიქრია, რა ვიცი, ძალიან ცუდი რაღაცები გამიკეთებია. გინდა თამაშის დროს ზოგადად რა ვიცი, ბევრი რაღაცა გამიკეთებია, რაც აი ეგრე თითიც არ ამაყობ. ხო, არ ამაყობ და აი მორალურად თუ შევაფასებთ რა, რა ვიცი. აქამდე არ უნდა ყოფილიყო ცოცხალი, მაგრამ ესე არ არის მეგობრებო რა. ანუ ეს ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანი, ან ჩვენ რაღაცა ეს მომენტი შეგვიქმნეს, რომ არიან ვიღაცა წმინდანები, ან ვიღაცა ესეთი განსაკუთრებული ხალხი, რომელიც აი იმისი არ იყოს, აი ხშირად რო ახსენებთ ხოლმე, რომ მასწავლებელი იმაში საპირფარეშოში არ დადის და რაღაც კულტები იდეალური ადამიანების იმიჯები მოგვაწოდეს და აი ეს ტრადიციებიც ეს რაღაცა მორალური რაღაცა ეს ჭალებში შაბლონების ჩამოყალიბდა და აი ამას სულ ამას უსწორდებით, რაღაც ამაზე გვინდა რომ სწორება ვაკეთოთ და აი ეს საწყალი სიტყვაზე მოზარდი, რა ვიცი, გოგო რომელიც შეიძლება აი რაღაც უყვარს რა, შეუყვარდა ბიჭი, მე მოხდა ესე და ესე, ამას ახლა ამის გავრცელებას აღარ მიყვები რომ მე რა ხდება და როგორ ხდება, ხო? რომ აი ეს ყველა რო ტალახს ესვრის და ფილმიც აგვაქვს ეგ ნატვისხე, ხო? და ან ბუნებრივი რაღაც მოხდა, ბიოლოგიური რაღაც მოთხოვნილება იყო და აი ყველამ ასე თითი გაიშვირა. არა მეგობრებო, ეს არის რაღაც თითიდან გამოწვეული ამბავი, არანაირი დანაშაული, არანაირი კატასტროფა, არც ის წმინდანები ცხოვრობდნენ ისე რომ რაღაცა არ სექსზე არ ეფიქრათ, ან რაღაცა ადამიანური მოთხოვნილება არ ქონოდათ, ხო? მაგრამ ჯანმრთელობა, მადლობა რომ დამიტკიცე. რაღაც გამოვიგონეთ ეს იდეალები და აი იმ იდეალების და გამო არის რომ აი მე რაღაცა ჩვენც გვინდა რომ და რო ვერ ხვდებით მე ეს იდეალები იმ შობლის ჩაძახებულს რომ ვერ ვასრულებთ. კი და მე მთელი ცხოვრება გვაქვს ის რომ გონია რომ შენ ისეთი რომ გახდე შესაძლებელია, იმიტომ რომ არ არსებულ რაღაცას და მთელი ცხოვრება რაღაცისთვის იღწვი და შენ თავს კარგავ. და მე არის ზუსტად აი შენაც ახსენე წეგან ეს ფუნქციური დეპრესია რა. ანუ ადამიანი შრომობს, წვალობს, რაღაცებს აკეთებს, მუშაობს, თითქოს მეგობრებიც ყავს და რაღაც, მაგრამ აი ეს ნაგროვების იმდენად ანეიტრ როგორც ადამიანს ანეიტრალებს ემოციებს უკარგავს რა. აბსოლუტურად აი როგორ აგიხსნათ იცი? ადამიანი აი მექანიკურ რობოტია, ანუ გარეგანთ აი რობოტს რო რაღაც პროგრამას რო და ამ დროს შინაგანად არის ემოციურად სულიერად მკვდარი. და რატო? ანუ ადამიანი ესე არ იბადება. ადამიანი ემოციურად მკვდარი არ იბადება. ადამიანს აქვს მოთხოვნილებების, სიყვარულის, სიხარულის, წუხილის, ყველაფრის ემოციები აქვს. მაგრამ აი ეს რომ თითებს რო გვიშვერენ, რომ აი ეს არ შეიძლება, ეს საშინელება, ეს როგორ გააკეთეთ და ნუ აი რაღაცა ათეტიკური რაღაცა ეს ისენი რა. და ამ დროს კაცმა არ იცის ეს ხალხი ვინც ამას კძალავს და ვინც ამ მორალებს აწესს, თვითონ ასაკეთებს, ხო? თვითონ არიან ზუსტად ის ხალხი, რომელიც არასოდეს თავს არ მოიკლავს და არასოდეს არ მივა მაგამდე, იმიტომ რომ მე როცა არ მოიკლავს ქართველი არ. ხო, მე როცა აი ზუსტად მაგას ვიძახი, როცა მე მაგას ვიძახი, რომ ჩემთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის და მე შენ ვერ განგსჭი, მე შენსკენ თიც არ გამოვიშვერ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ დროის მონაკვეთში ადამიანს დაემართოს და შესაბამისად ანგელოზი არავინ არაა და აი ეს რაღაც იდეალები და ხატების და იმის გამო არის ბევრი აი მოზარდებში რა ხშირ შემთხვევაში
რომ ვერ აი იმას წეგანასაც ვამბობდი რომ მეზობელს ვერ დაემსგავსა იქ რაღაცა ცუდი რაღაცა ბავშვობაში მოიპარა კევი რაღაცა და ნუ ამის გამო შეიძლება დიდ ასაკში ხდება სუიციდი ეგეც არ დაგვაუწყდეს დიდ ასაკში უფრო ხდება ასაკში წეგანას ამბობდი ეს ფინანსური კი დიდ ასაკში უფრო ხდება იმიტომ რომ პრობლემებს რაღაცნაირად სათანადოდ ვერ ხვდები და ერთ-ერთი პრობლემა კიდე რაც არის სუიციდთან დაკავშირებით არის სუიციდის რომანტიზება ის რომ ჩვენ სუიციდზე ვისაუბროთ ხმამაღლა რა იწვევს როგორ იწვევს და როგორ შეიძლება რომ ეს ვუშველოთ ჩვენ თავს რომ აქამდე არ მივიდეთ ეგ საერთოდ სხვა და განსხვავდება იმისგან რომ აი ფილმებში აი რომეო და ჯულიეტა რო ავიღოთ ანუ სიყვარულს გამო თავი მოიკრეს და მათ ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი ანუ არ უნდა მოეკლათ თავი არ უნდა მოეკლათ ნახე ანუ არ შეიძლება რომ მე რომანტიულად და აი რაღაც ძალიან შელამაზებულად და შეფუთულად მომაწოდო რომ აი მე ხა ეს თუ არ გამომივა მე წავალ და თავს მოვიკლავ ეხა მე ის თუ უარს მეტყვის და იმაზე თუ არ გამათხოვებენ ან რაღაც ეგეთ წავალ და თავს მოვიკლავ ანუ არაფრის და არავის გამო არ შეიძლება თავის მოკლა ანუ არა და ძალიან ბევრი ფილმი ანუ აზიური ფილმები ანუ სულ სუიციდია ის იაპონურ კულტურაში სუიციდი ანუ ავიცი რაღაც კი სულ სუიციდია და აი ძალიან ისია რომ აი არ შეიძლება ამის შელამაზება და გატრენდვა და ასე შემდეგ საერთოდ არ შეიძლება იმიტომ რომ პირიქით რა მე ხა რომ გავიგვიძო რომ აი ცუდად ვარ რაღაც პერიოდი დეპრესია მაქვს და ეს სუიციდური აზრები ბევრი მქონდეს და მე აი მსგავს რაღაცებს უყურებ ლიტერატურა წავიკითხო ლიტერატურა წავიკითხო და მიუყვე რაღაცებს ხო ანუ აი ეგ არის რა ეგ არის გამოსავალი და შეიძლება ისე რომ აი ფიქრობდე ხო არ მოვიკლა თავიდან შეიძლება ეგრევე თავი მალე მოვიკლაზე გადავიდე და წავიდე და ანუ არ შეიძლება რაღაცები რაც სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის მაგათი რომანტიზება ცოტა მეუხერხული კი აი ძალიან კაი რაღაცა თქვი და აი ამ შემთხვევაში მოზარდებს და არა მხოლოდ მოზარდებს აი ეგ რომანტიზება არა მხოლოდ ფილმებით და რაღაც ლიტერატურით არამედ რომანტიზება აი მაგალითად აი უზომოდ შეყვარებული ვარ ადამიანზე მიმატოვა რაღაცა ანუ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ცუდი ხარ აი ზუსტად აქაა მთელი ამბავი და ის რომ ანუ ხდება ანუ აი ამას მინდა რომ ძალიან ისე აუხსნა რა მკაფიოთ რომ მეორე ადამიანი რას მოქმედებს ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ანუ ვერ წარმოიდგენ ანუ მეორე ადამიანს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ხო ჩემთვის შეიძლება ძალიან სათაყვანებელი ის ერთადერთი იყოს და რაღაცა და მან რაღაცა უარი თქვა ჩემზე მიმატოვა რაღაცა მთელი ამბავი და მე ვცნობ თავს განადგურებულად აღარ მინდა არაფერი რაღაც კოდი ჩავიდე თავში რომ ეს იყო ის ერთადერთი და მორჩა დამთავრდა მაშინ რა აზრი აქვს ჩემს არა მეგობრებო აი თქვენი ცხოვრება ზუსტად ყველაზე ღირებული ყველაზე ლამაზი და აი ყველაზე ანუ საკუთარი სიცოცხლე არის აი ნომერ პირველი რაღაცა ანუ ეს განა იმიტომ რაღაცა ეგოისტურად ვლაპარაკობ ანუ შენ ხარ ამ ყველაფრის აზომი შენ შეგიძლია 1,300,000 გზა იპოვო იმის იქით ანუ წახვიდე უბრალოდ დაფიქრდე და მიხვდე რომ შეიძლება 5 წუთში ან რაღაც რავი რამოდენიმე დროის მერე იფიქრო რომ აი არ ვიცი რა და ამას ერთ ადამიანს რაც შეუძლია ეგ შეუძლია სხვა ყველა ადამიანს იმიტომ რომ თუ ერთმა შეძლო ესე იგი შენც შეგიძლია შესაბამისად არ არსებობს გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს რამე რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია ადამიანებს და სამყარო აი ხო ესე ყველა დავაბუტებთ ჩვენით და ამდენი მილიარდობით ადამიანი ვართ და ეხა მე რო გავქრებ რა ხვალ არ ვიყო ყველაფერი იგივე ტემპში ყველაფერი ზუსტად იგივენაირად გააგრძელებ ცხოვრებას მაგრამ მე ხო ჩემი სამყარო მაქვს ძალიან პატარა მაგრამ ჩემი სამყაროა რა მარტო ჩემია და მე თუ არ ვიქნები ეს ჩემი სამყარო ხო გაქრებათ ანუ რატო უნდა ღირდეს ვინმე იმად ან რამე ნებისმიერი პრობლემა რომ ეს ჩემი სამყარო რომელიც ისედაც არც ვიცი შეიძლება სანამ მე თავს ვიყავ შეიძლება მეორე დღეს ისედაც მანქანამ დამარტყას და გამიტანოს ანუ გარანტია არ მაქვს სიცოცხლის ხანგრძლივობის მაგრამ ანუ სანამდე მაქვს ანუ რატო არ უნდა ვიყო ამ ჩემ სამყაროში ლამაზად და საყვარლად და ესე ანუ რატო ვის გამო აი რის გამო კი ხო ანუ არსებობს არანაირი და კიდე ერთი ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეც რომ ანუ ჩვენ იმ თავიდან გვარიდებენ ან ტანჯვას ვარიდებენ იმას რომ ცხოვრება აი ზღაპრებში ხო ყველაფერი კარგათაა მერეც ანუ რაღაც სიკეთეზე ძლია ბოროტსა და ასე ყველაფერი ცხოვრებაში ყველაფერი ხდება მეგობრებო ძალიან ცუდი ფაქტები შეიძლება მოხდეს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდება ჩვენ თავს და რაღაც ეს არ უნდა მოხდეს და რაღაცა ანუ აი ამასთან ბრძოლა რომ ცხოვრება არის მხოლოდ ერთმხრივი და სულ რაღაცაზე სიკეთეზე და კაის უნდა ველოდოთ ეს არ ხდება ხო მათ შორის არის ცუდიც რაღაცა ანუ
ბრჭყალებში, ხო, ეს ყველაფერი ხო ჩვენ დავარქვით, აი ზუსტად იმიტოა, რომ აი სუიციდის თემა, ხო, ადამიანი ვეღარასაც ვამბობდი, როცა აი ყრუკედელის წინაშია რა, ანუ რაღაცა გამოსავალს ეძებს ერთი ნახა, მეორე ნახა, მესამე ნახა, არც ერთმა არ გაუმართლა გონებაში რაღაცა უარ ამკეთებს და თქვა რომ დაიღალა რა, აღარ უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო ჩვენი შექმნილი პროექცია, ანუ ჩვენთან გამო იმ მორალების, იმ რაღაცების და ჩვენი ამასთან შეხება, ჩვენი ამასთან ანუ ინტერაქცია, ამასთან ურთიერთობა, რომ ჩვენ იმის მაგივრად რომ მოდი რა დავფიქრდე რა, ეხლა ეს მორალი იგივე ადამიანის ჩამოყალიბებული, იგივე ადამიანმა დააწესა ესე, რომელსაც იგივე პრობლემები აქვს, იგივე ნებათა ღელვა აქვს, იგივე რა ვიცი, დამოკიდებულებები აქვს და მე ხა ამის გამო რომ ავდგე და რაღაც სიცოცხლეზე უარი ვთქვა, ხო? ანუ არანაირ ლოგიკაში არ გწევ. მე მესმის ლოგიკას და ყველაფერს თავიდანვე. ამ მომენტში შეიძლება ემოციურად ძალიან ცუდად გრძნობდეს ადამიანი და დეპრესიაში იყოს და აი საერთოდ არაფერის გაგონება არ სურდეს, მაგრამ მაგას ვიძახი რა. ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც მოგისმენს. და ეს ადამიანი შენ ხარ მეგობარო, შენ თავს მოусმენ. ანუ შენ თავს უსმენე, შენ შინაგან ხმას უსმენე, რომ აი მართლა რაც მარიანამ თქვა, ხო, არ არსებობს გამოუვალი, არანაირი პრობლემა არ არსებობს. რომელიც მოგვარდება არ მოგვარდებაზე არ ალაპარაკი, რომელიც უბრალოდ არ გაივლის. ხო, არ გაივლის რა. და იმის გამო რაღაც წამის მომენტში რომ იმას აი წავიდა ვიღაცასთან ერთად გაიქცა. და მოგვარება იმის იქით გონია გზას გაიქცა და ეხლა რავი, ხა ვერ დააკავებ ვერავის, ხო? მესმის რომ გეტკინა, ძალიან შეწუხდი, რა ვიცი, სიგიჟემდე ხარ მისული, მაგრამ მეორე ადამიანია, ხო, უბრალოდ აი მოდი ამ რომანტიკას დავიდავანებ და მეორე ადამიანს დააკვირდით და განსაზღვრეთ მისი ქმედება. გინდა დედა იყოს, გინდა მამა, გინდა რა ვიცი, შეყვარებული თუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ხალხი იქცევა ისე როგორც იქცევა რა. და ამის გამო რომ მე დანაშაულის გზნობა და სიცხვილის და ის ესე შემში ჩავაბეტონო და მე მივიდე მაგამდე, ნუ ცხოვრებაში არის რაღაცები, რის გამოც სიცოცხლე ნამდვილად ღირს. და ყველაზე მთავარი აი გამოსავალი უკვე აი როგორც მევანმა დაიწყო, ეგ არის რომ მოსმენა იმ ადამიანის და არ უნდა უთხრათ რომ აი გაივლის და მერე რა და ვის ან თუ ადამიანი მოვიდა თქვენთან რომ აი ცუდად არის და ლაპარაკი და აუცილებლად მოусმინეთ. ანუ არ არის საჭირო რომ საერთოდ რამე უთხრათ, უბრალოდ მოусმინეთ და თავი უქნიეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმან იგრძნოს რომ ვიღაც უსმენს. თუ ეხლა თქვენ ხართ ვინმე ამ მდგომარეობაში და არ ყავთ არავინ ვისაც მოусმენთ, დადექით და ვისაც ესაუბრებით უბრალოდ. დადექით და თქვენ თავს ელაპარაკეთ მარტო, იმიტომ რომ ანუ ყველა პრობლემა რაც გონებაში გვაქვს არის აი ქაოსური, აი არიცი რით გადაჭრა და თავი გიდუყს, მაგრამ რატო გჭირდება იდეაში მეორე ადამიანი, როცა ამ ყველაფერს ვლაპარაკობთ, როგორც კი იმ ყველაფერს რასაც ვფიქრობ, მე ხმას ვაძლევ და ამოვუშვებ პირიდან და უკვე მე მესმის ჩემი ნათქვამი, უკვე ხვდები რომ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც მეგონა და საკუთარ თავს ელაპარაკეთ, ოღონდ აუცილებლად ხმამაღლები. გულში ლაპარაკი, აი კატასტროფა არის, გონება, იმიტომ რომ ფუთფუთებს ბევრ სხვადასხვა ფიქრებში მიდის მაგ დროს და ანუ ქაოსია, მაგრამ რაიმე თემაზე ხმამაღლა შეგიძლიათ რომ თქვენ თავს ელაპარაკოთ, ჩაიწეროთ და მე თქვენ თავს მოусმინოთ და მიხვდეთ რომ ანუ არ კაი რა ამის გამო არ ღირდა. ასევე სიცოცხლე მიუხედავად რომ საკმაოდ რთულია და ვერც ისე ვაუ რა მაგარია, მაგრამ ზუსტად იმიტომ ეს ვაუ რა მაგარი, რომ არიცი რა გელოდება, რომ აი შეიძლება დღეს ყველაზე უბედური ადამიანი იყო და ხვალ ყველაზე ბედნიერი იყო ან პირიქით, ანუ ეს სუცვლილება, ანუ სუცვალებადობა, ანუ არ არსებობს სტაბილურობა ცხოვრებაში. ანუ რაღაცა დღეს თუ არის კარგად, ის მთელი ცხოვრება კარგად ვერ იქნება და პირიქით რაღაცა თუ არის ცუდად, მთელი ცხოვრება ცუდად ვერ იქნება, ანუ აუცილებლად ცვლილება მოხდება, აი ნებისმიერი რამე იცვლება და საპირისპირო მიმართულებით იცვლება. შესაბამისად, თუ ახლა ძალიან ცუდად ყარი, იცოდე რომ აუცილებლად ძალიან კარგად იქნები და ვინც კარგად არის, იმანაც უნდა იცოდეს რომ მოვადრო, როცა ცუდად იქნება, თუმცა მე ისევ მოვადრო, როცა კარგად იქნება, იმიტომ რომ ეს ციკლია რა, ეს წრეზე ტრიალს გავს რა, იმიტომ რომ სხვანაირად ადამიანები ემოციური არსებები ვართ და სხვანაირად ვერ ვიქნებოდით ემოციური არსებები, ვიქნებოდით აი ვიქნებოდით რობოტები. ხო, არც გვეყარებოდა, არც არაფერი, არც ვიტირებდით, არც შევწუხდებოდით. აი მაგ ციკლზე და მაგ ამ ცვალებადობაზე მინდა თქვა, რომ ანუ შეიძლება ხო, აი თქვას ადამიანმა, რომ ბიჭო დავიღალე, აი ახლა 1 წელი ესე 2, 3, 10 წელი. ანუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა და აი აუცილებლად უნდა გავიხსენო რა, აი კაი კაცის ამბავი კამიუს, აი აბსურდის ადამიანმა რომელმაც თქვა, რომ
ხო ცხოვრება უაზრობაა, ხო არანაირი რაღაცა ის ახსნა არა აქვს ამ ცხოვრებას, ხო როცა მგონია რომ რაღაც ვებღაუჭები სიკეთეებს, რაღაც სიამოვნებას ამ დროს რაღაც შეიძლება თავზე დამატყდეს ნებისმიერ მომენტში, მაშინ რა აზრი აქვს, ხო? შეიძლება ნებისმიერ რამე შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წამს. ნუ რა აზრი აქვს, ხო სიცოცხლეს ამბობს ეს კაცი, მაგრამ აი ხა მთელი მუღამი რომ სიზიფეს მითი მოყავს, ანუ ბევრს ხსმენიათ ალბათ, ანუ ადამიანი, რომელსაც ღმერთებმა მიუსაჯეს ლოდის ატანა მწვერვალზე, მიაქ ეს ლოდი აიტანს უგორდება. ანუ მუდმივად გრძელდება რა ეს პროცესი და ანუ შემოვიდა აზრი რომ მაშინ რა უნდა ქნასო რა. ხოდა, ანუ როცა გორდება ეს ლოდი, ხო, აი მინიმუმ იმ მომენტში შეუძლია რომ ჩამოჭდეს. და დაფიქრდეს ამ ყველაფერზე რა, დაფიქრდე რომ ეს მოცემულობა, ეს განაის რომ მე შემემთხვა, აი მე კონკრეტულად ყველა ჩვენ ლოდს ვათრევთ ყველამდე და პროცესია ზუსტად ყველაზე, ანუ პროცესია ყოველთვის საინტერესო და დასამუღამებელი, თორე კენწეროზე რო ახლა და ჩამოჯდები, კაი ხედებით და ტკბებით და ყველაფერი, მაგრამ მე იქნება, ანუ პროცესში ვეღარ იქნებ, ცოცხლად ვეღარ იქნებ თავს, მე იქნება მშვიდად. გაიჩინე ვირასეთებს, ანუ დაგორდა თავიდან, უკვე გამოცდილება გაქვს თავიდან, თუ აი ვერ ხვდებოდი ეს ლოდი როგორ აგეგორებინა, მე უკვე იცი რომ აი ამ ხარეს ცოტა უფრო კარგად მგვალდება, აქ რაღაცას დავუმაგრებ, რომ დავისვენო და არ ჩამოგორდეს, ანუ ბევრი სწავლება არა ცხოვრება ზუსტად ეგ რომ სწავლობ. თავიდან ბავშვობაში თუ ჩვენ პროგრამა გვეგონა რომ საკონტროლო არ გვეწერა და ეგ იყო ჩვენი ყველაზე დიდი, ანუ აი არ ვიცოდით რა გვექნა და სანერვიულო, ანუ ამ გადმოსახედა ხო ძალიან სასაცილოა რომ ნერვიულობდე იმაზე რომ დღეს შენ არ იცი გაკვეთილი და მაგაზე ნერვიულობდე ანუ აი ძალიან სასაცილოა მაგრამ ეხლა სხვა პრობლემები გვაქვს და ნელ-ნელა სწავლობ რა ყველაფერს აი პრობლემების გადაჭრას არ არსებობს რომ ადამიანმა ვერ ისწავლოს პრობლემის გადაჭრის გზა უბრალოდ უნდა აცადოს რა ანუ დაელოდოს რომ დღეს თუ მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო აუცილებლად ხვალ ან ზეგ უკვე მეცოდინება და გავაკეთებ რა მაგის გამო თავი ანუ არ შეიძლება რომ თავი მოვიკლა ხო და მაგის ხმა მინდა კიდე რომ ანუ მარტივად არ ვსაუბრობთ რა ძალიან მინდა რომ გამიგოთ რომ ანუ მომენტი არა შეიძლება ძალიან მძიმე რაღაცებს ეხებოდეს ხო იქ იყოს რაღაცა ბულინგი ძალადობა და მილიონი რაღაცა რომელიც ანუ ეხა ის არაა რომ რაღაცა მეორე დღეს რაღაცა მზე არ ამოვიდა და ასე შემდეგ ანუ აი ზუსტად მაგას ამბობდა ეს კაციც რომ აბსოლუტურად ხარ მაგალითად ხო აი ვარ რაღაც სენსიტიური ტიპი, ემოციური ტიპი ვარ და ვიცი რომ რაღაცა ორი თვის ბავშვს სიმსივნე აქვს იქ რაღაც აფრიკაში სიმშილობენ ან ოჯახის წევრი გარდამეცვალა ან რაღაცა მსგავსი რაღაცა მოხდა რა ვიცი კატასტროფა დამემართა და ნუ აი ვერ უძლებ რა ამას ემოციურად მაგრამ აი მთელი ამბავიც ისაა რომ ეს აი აქ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მომენტი ეს ჩემ გარეშე ხდება ანუ ამაში მე ბრალი არ მიმიწვის ეს სამყაროა ეს მოწყობილი ეს არანაირად არ არის იმის რა რომ მე შევქმენი ეს სამყარო მე ხო არ შემიქმნი ეს სამყარო ეს სამყარო ესე ფუნქციონირებს ესე მუშაობს ხო ამ ყველაფერში არის ის მზიანი დღეებიც რა ვიცი ძალიან ბევრი რაღაც რომელიც შეგვიძლია ვისი ამოვნოთ რავი დავტყვეთ და მე ის დასასრულის აუცილებლად მოვა ვერავინ ვერ ავწდებით ხო ანუ ზუსტად ეგაა რომ ანუ რაღაცა იმას ყავს რა ქვია cheatings რა ქართულად როგორ არის მოტყუებას ხო რაღაც წინ გადახტომას რა აი სუიციდი რომ აი ვატყუებ რა ანუ კანონზომიერებას რომ აი მე რაღაც იმას ვიზამ და ხან მოვა იქ დღეს აუცილებლად დადგება მაგრამ ჯერ არის ეს მოცემულობა სადაც მოასწარი რომ დატკბე რომ მინიმუმ პლუს 1 ღამე გქონდეს რომ ვარსკვლავებს უყურო თუნდაც აი მაგაზე ლამაზე რა ვიცი აი იყო ვარსკვლავებს უყურო და არა ბეტონის ქალები და ერთი კიდე ძალიან მაგარი კაცი უნდა გავიხსენო ესეთი ფსიქოლოგი იყო ვიქტორ ფრანკლი რომელიც მთელი ოჯახიანად აღმოჩნდა საკონცენტრაციო ბანაკში და ნუ იქ დედაც მოუკლეს დამოუკლეს რაღაცა და ნუ აი ძალიან ისეთ მდგომარეობაში გამოვიდა მაგრამ ეს ადამიანი იძახის რომ ნებისმიერ წამს ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყო ცხოვრების აზრი არსი და ანუ განაის რომ რაღაცა მე ამაში რაღაც გასწავლი მოვიფიქრო და ილუზია შევიქნა. იმიტომ რომ ცხოვრების აზრი და არსი არის ერთადერთი რამ და ყოველთვის იქნება. ის დანარჩენი არის ყველაფერი ატრიბუტიკაა, ცუდიც, კარგიც რაღაც. თავად სიცოცხლე არის რა ცხოვრების არსი და ამაზე რაღაცა დეტალის გამო ვარ ის თქმა უბრალოდ რაღაცა მაგას კანონზომიერების დარღვევა და აი კიდე უნდა დავამატო რომ ილაპარაკეთ მეგობრებო, რაც აი შანსი არა, შეიძლება 10 კაცმა არ ოჯახმა არ მოგისმინოს, მეგობარმა არ მოგისმინოს, გითხრას რომ მაიც არ არის ლაპარაკობ.
გამოთქვით, აუცილებლად ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება. და აი როგორც მარიანამ თქვა, საკუთარ თავს ელაპარაკეთ. და რა ვიცი, ხო, იმას არ დავიწყებ რაღაც ქადაგებას და იმას, თუ ვინმეს რაღაც მსგავსი გაქვთ, რამენაირად ყოველთვის ღია ვარ მე მსგავს რაღაცა იქნება რაღაც დამოკიდებულება თამაში თუ რაღაცა დანაშაული ყოველთვის სად ვარ, ვისაც გსურთ, აქ ვარ და მომწყეთ, მითხარით, გამიზიარეთ, ხო? იქ იყო. მადლობა დიდი. და ჯანმრთელობას გისურვებთ, მენტალურს და ფიზიკურს.